და თაობა, რომელიც სიგარეტს ვეღარასდროს იყიდის. ეს უკვე არა იდეა, არამედ კანონის ძალით შექმნილი რეალობაა დიდ ბრიტანეთში. ქვეყანა იწყებს ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ პოლიტიკას, რომლის შედეგადაც მომავალ თაობებს თამბაქოზე წვდომა სრულად შეეზღუდებათ. სიგარეტის შეძენის მინიმალური ასაკი ყოველწლიურად გაიზრდება. საბოლოოდ კი 2008 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანებს სიგარეტის ყიდვა სიცოცხლის ბოლომდე აეკრძალებათ. ცვლილებები მხოლოდ სიგარეტს არ ეხება, კონტროლი ძლიერდება ვეიპის მოხმარებაზე, რეკლამაზე, შეფუთვაზე და ყველაფერზე, რაც ნიკოტინს ახალგაზრდებისთვის მიმზიდველს ხდის. სიგარეტს აღარ უნდა ჰქონდეს მომავალი, ასეთია გზავნილი ლონდონიდან. სანდრო სანეიას რეპორტაჟი. თაობა, რომელიც სიგარეტს ვეღარასდროს იყიდის. ეს არის მომავალი, რომლის შექმნაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა. ქვეყნის პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ვერცერთი ადამიანი ლეგალურად თამბაქოს ვერასდროს შეიძენს. 2027 წლიდან სიგარეტის გაყიდვის მინიმალური ასაკი ყოველწლიურად გაიზრდება. ნიკოტინის მოხმარება იკრძალება ავტომობილშიც, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. ასევე საბავშვო მოედნების, სკოლებისა და საავადმყოფოების სიახლოვესაც. აკრძალვა ეხება მხოლოდ გაყიდვას. მოწევა და ფლობა კანონით დასჯადი არ იქნება. ერთდროულად მკაცრდება წესები ეგრეთ წოდებულ ვეიპინგზეც. მომდევნო წლიდან კანონი ზღუდავს ელექტროსიგარეტებისა და ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტების რეკლამასა და ბრენდირებას. იგეგმება არომატებისა და შეფუთვის დამატებით რეგულირებაც, რათა პროდუქტი ნაკლებად მიმზიდველი იყოს მოზარდებისთვის. ეს არის ისტორიული კანონი, ის შექმნის მოწევისგან თავისუფალ თაობას. ეს არის ბოლო წლებში ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, ის ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. მოწევა დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 80,000 ადამიანის სიკვდილის მიზეზია. კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყოველი მეოთხე შემთხვევა სწორედ თამბაქოს უკავშირდება. ეს არის სტატისტიკა, რომელმაც მთავრობას კანონის გამკაცრებისკენ უბიძგა. ეს გადაწყვეტილება შედეგს ეტაპობრივად გამოიღებს. 2075 წლისთვის მწეველთა რაოდენობა დაახლოებით 1,700,000-ით შემცირდება. პარალელურად შესაძლებელი იქნება ასობით 1000 ადამიანში მძიმე დაავადების თავიდან აცილება და ჯანდაცვის სისტემაზე ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. კანონს ფართო მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, მათ შორის მწეველებშიც. გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 78% მხარს უჭერს მოწევისგან თავისუფალი თაობის იდეას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქო ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. მათ შორის არის 1,600,000 პასიური მწეველი, რომლებიც მეორადი კვამლის ზემოქმედებას განიცდიან. ბოლო 10 წლებში მოწევა ახალგაზრდებში მკვეთრად შემცირდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1988 წელს 19-დან 30 წლამდე ახალგაზრდების 37,5% ეწეოდა. პიკი 1998 წელს დაფიქსირდა, როდესაც ეს მაჩვენებელი თითქმის 40%-ს აღწევდა. მას შემდეგ სტატისტიკა სტაბილურად იკლებს და 2023 წლისთვის 18,8%-მდე შემცირდა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ევროპაშიც. 1995 წელს 15-დან 16 წლამდე მოზარდების 68%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა სიგარეტი გასინჯული. 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 32%-მდე შემცირდა. თუმცა ნიკოტინის მოხმარება მთლიანობაში არ ქრება, ის უბრალოდ ფორმას იცვლის. კვლევები მოწმობს, რომ ბევრი მოზარდი ვეიპს ადრეულ ასაკში იწყებს. დაახლოებით 16% ამბობს, რომ ელექტროსიგარეტის მოწევა 14 წლამდე სცადა, რაც ნიკოტინზე დამოკიდებულების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ხშირია ერთდროული მოხმარებაც, როდესაც მოზარდები მოიხმარენ როგორც სიგარეტს, ისე ვეიპს. გაერთიანებული სამეფო არ არის პირველი სახელმწიფო, რომელიც ნიკოტინის საწინააღმდეგო კანონს იღებს. მალდივებში 2025 წლიდან მოქმედებს ეგრეთ წოდებული თაობაზე დაფუძნებული აკრძალვა. კანონი, რომლის მიხედვითაც 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს თამბაქოს ყიდვა და გამოყენება სრულად ეკრძალებათ. ბელგიაში აკრძალულია ერთჯერადი ვეიპების გაყიდვა. საფრანგეთში მოწევა შეზღუდულია საჯარო თავშეყრის ადგილებში, პარკებში, სანაპიროებსა და სკოლებთან ახლოს. ფაქტია, რომ ნიკოტინის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის. თუმცა ქრება ტრადიციული ჩვევა თუ მხოლოდ ფორმა და საშუალება იცვლება. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს.